ამ ვიდეოში გვექნება პატარა ბლიცი ბიზნეს იმიგრაციის შესახებ. კითხვა ნომერი 1. შეუძლიათ ვარო კომპანიას დასაქმებული სპონსორობა სპონსორის ლიცენზიის გარეშე? არა, რადგან სპონსორობისათვის აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ლიცენზიის მიღება. კითხვა ნომერი 2. რამდენ ხანს გრძელდება skilled worker-ის ვიზის დამუშავება? საშუალოდ 3 კვირა სჭირდება, თუ განცხადება გაცემული არის გაერთიანებული სამეფოსაგან უფრო სწრაფად და პრიორიტეტულად მიმდინარეობს პროცესი. კითხვა ნომერი 3. სამუდამოა თუ არა სპონსორობის ლიცენზია? არა, ის ძალაშია 4 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საჭირო არის გახანგრძლივება. კითხვა ნომერი 4. შეიძლება თუ არა საკუთარი ბიზნეს სპონსორობა innovator founder-ის ვიზით? კი, თუ ბიზნესი დამოწმებულია და შეესაბამება home office-ის კრიტერიუმებს. კითხვა ნომერი 5. არის თუ არა ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი skilled worker-ის ვიზისათვის? დიახ, მინიმუმ B1 დონეზე საუბარი კითხვა, წერა და მოსმენა. კითხვა ნომერი 6. შეუძლიათ თუ არა დამოუკიდებელ პირებს მუშაობა გაერთიანებულ სამეფოში skilled worker-ის ვიზით? აუცილებლად, მეუღლეებსა და პარტნიორებს აქვთ სრული განაკვეთის მუშაობის უფლება. კითხვა ნომერი 7. რამდენია skilled worker-ის ვიზისათვის მინიმალური ხელფასი? დაახლოებით 38 ფუნტი პოზიციის შესაბამისი არის გაწერილი ანაზღაურება ან უფრო მაღალი. კითხვა ნომერი 8. შემიძლია დავკარგო ლიცენზია თუ სპონსორის ვალდებულებას არ შევასრულებ? კი, რადგან შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს ლიცენზიის შეჩერება ან სრულად გაუქმება. ბონუსად, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. დამსაქმებლები განაცხად წარადგენენ მოუმზადებელი HR სისტემებით, ამას კი ჩვენ ვაგვარებთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო თქვენ გეხებათ ან ყავთ ადამიანი, ვისაც დაეხმარებით, დაჯავშოთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა ადვოკატთან და მოარგეთ თქვენს ბიზნეს იმიგრაციის სტრატეგია.